მოგესალმებით ყველას. გამარჯობთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მშრალ ხიდზე კი არა, რიყის პარკში ვიმყოფებით, მშვიდობის ხიდზე უნდა შევაჭრათ. რილები ვართ უბრალოდ. ცოტაც და შევალთ მშვიდობის ხიდზე. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, ხო? რატომ ვართ აქ? ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გვენახა ქართველი UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი. მერაბ! მაგრამ ჩვენ ვერ ვიხილეთ მერაბ დვალიშვილი. ხო, გამოჩდი მერაბ რა შენც ხზე. ჩვენთან კი არ არის მეგობრებო. ვერ ვიხილეთ მერაბ დვალიშვილი, იმიტომ რომ არ დაგვაცარდეს. არ ჩანდა. არ და 5 მეტრში იყო მაქსიმუმ ჩვენგან. ნამდვილი ქართველები ყოველთვის ძლიერები ვართ. ხო? კი, მე ძლიერი ვარ, აი. შენ? მე ვერ ვიტყვი. აი მეგობრებო. აი მშვიდობა მეგობრებო. აი მშვიდობა. ქართველი კაცი მშვიდობით საზრდოობს რა. მერაბის თაგვე მშვიდობა. აი ფარშევანგი ოღონ გალიაში არ არის რა. თავსად. აი place, oh my god. It's Missouri. მიდოვიცი ვარ ახლა და ჯიმსის სიმღერებია ჩართული. ბევრი რამ ხდება მეგობრებო, თუ გადაგვეთ აი. მოსახლეობაც. დემბელე ჩვენთან მეგობრებო. გაჩვენეთ მეგობრებო, როგორი ლამაზია ქაურობა, როგორი მშვიდობაა. საოცრება ასეთ ნაგებობას ჰაერში რა აკავებს. შეიძლება რა არის რა? ატერი ცეირნობა არის შვილი. ის სიამოვნებით ვისწრებდი ნილოსზე ტივით რა. ტივით. და ადგილობრივ მოსახლეობასთან ეგვიპტელებთან. ნილოსის ნიანთანაც გადავიღებდი ფოტოს კი. საოცრებაა პირდაპირ, როგორ ინარჩუნებს ბალანსს. ხელაბურთი ჰაერში, საოცრებაა. შეგვიძლია შიგნით შევიდეთ. მუზეუმია მგონში. არა, მე ვიცი რომ ბუშტების მაღაზია შიგნით. ანტონიო ბანდერასი. ჭრდილს ვეძებთ რა. ვერ მივაგენდით ჭრდილს რა. ჩემი ჭრდილის დავკარგე ლამაზ რა. ჩვენი ჭრდილები კი ჩანს, მაგრამ თავს ვერ შევაფარებ ნამდვილად. ჯერ არავის შეუფარებია თავისივე ჭრდილისთვის თავი. თავის შენ ჭრდილში ვერ დაიმალებიო რა. სად არის ჭრდილი? ძალიან ბევრი ტურისტია საქართველოში და კერძოდ რიყის პარკში და აბასთუმანში. აბასთუმანშიც ხადიან ხოლმე მომთაბარე ტურისტები. აი გაჩვენებთ ხეთს, სად ვიმყოფებით. აი როგორი სილამაზეა ჩვენს გარშემო. აი ესეთი მწვანე ფონია აქ. კი, ამის შიგნით არის კლდე ეს ფოტოები. კი. ამის შიგნით არის ნამდვილი კლდე, მეგობრებო. შიგნით იცავენ ამ კლდეს. აქ არის შადრევანი. ნაკლდოვანას ეძახიან ამას. როგორ? ნაკლდოვანას ეძახიან ამას. ეს გალავანი შემოვლებული ერეკლეს დროს ფოტოშორის სანამ კრძალის ბრძოლა მოხდებოდა, იქამდე 4-5 წლით ადრე რა. აქ რაღაც გაქვს სახეზე. ხო, ეს ის არის. აი აქ გორაკზე მეგობრებო, ოჯახი ერთობა ძაღლთან ერთად. აი ვიცი რა, ასეთი კარგი პარკები. საჭირო. ბევრი უნდა იყოს ასეთი მშვენიერი პარკი. რა დაინახეთ? აი ჰიპოპოტამის ძვლები ჩანს უკვე. მომოჩინე. ეს არის აი უძველესი დროიდან აქ ჰიპოპოტამები ბინადრობდნენ და იმის ძვლები არის გამოიკეთებული, ასე ვთქვათ, ფორმა მისცეს და დადგეს და აი მე პირველად გავიგე და საკმაოდ აღშთოვანებული ვარ. ძალიან ლამაზი პარკია, მაგრამ ჭრდილის ნაკლებობას განიცდის რა. და იქეთ წავიდეთ, აი. აი იქეთ წავიდეთ. გამოვაჩინეთ ჭრდილი. ვიპოვეთ. ჰიპოპოტამის ძვლები ყოფილა. დამრგვალებული, პოლირიზებული, გამხმარი და ჩამოსხმული. აი, მშვენიერი ჭრდილი და ჰიპოპოტამის ძვალი. აქ რაღაცა წერია. ნახოთ აბა, აწერია. გადაუღე? აი. უდრის mc კვადრატს. მეტად რას უნდა ნიშნავს ეს? საინტერესოა. მოდი ვიფიქროთ ამაზე. დავჯექით ბუნებაში და ხნედვართ ბუნებაში ვართ. თავის პლუსები აქვს თომას სხვადასხვა. კი, პლუსებიც აქვს და მინუსებიც ჩემი აზრით რა. აი პლუსი აქვს ის რომ მუხლი არის მოხრილი. მოხრილია და საჯდომი არის
გამაგრებული თვითონ იმ ზედაპირზე, რომელსაც ეხება. ეს არის პლუსი. მინუსი თქვი? მინუსი თავად წარდებთ. თქვენი ლალაპარაკები შემდეგ. აი აქ მეგობრებო ხედავთ სკეიტ პარკს. აი სკეიტით არის ერთი ბიჭი და აპირებს აქ ჩასრიალდეს. დიახ, ჩასრიალდა, შეასრულა ტრიუკი. კბილებია რა მათი. ადრეული ჰიპოპოტამები სანამ დინოზავრები გაჩნდებოდნენ, იქამდე რო იყვნენ ეგეთ ჰიპოპოტამები. უბრალოდ ჰიპოპოტამების წინაპრების. მოდი მერაბიც გამოვაჩინე. გვესტუმრა, კი, გვესტუმრა მერაბი და ისე არ უნდა და გამოჩენა აქვს თხოვეთა და აი არის მერაბი. სამებად მერაბი და მერაბ ვითხარი, რას ფიქრობ, ვინ იქნება შენი შემდეგი მეტოქე და როგორ აპირებ მის დამარცხებას. ჩემი მეტოქე ვინც არ უნდა იყოს აუცილებლად დამარცხდება და ქართველებო წარმატება. მადლობა მერაბ ასეთი აუნწერავი პასუხისთვის, დიდი მადლობა, მეც აღარ მოგაცდენთ. და დრამას მოკითხვა გადაეცით. მოკითხვა გადავცეთ სიყვარულით. რა სიტყვით? ძალიან მაგარი ხე აღმოვაჩინეთ რა. არა, ნამდვილად ხეა რა. რას მოიპოვებ რას? ეს არის ქვისა. დასვენება კარგია. საქ არის ხამიანი ბალახები და ესე ფრთხილად მოერიდეთ. რთული. კიდევ ერთ პატარა გასართობ ცენტრს მივაგენით. გაჩვენებთ, აი, პატარა გასართობი ცენტრი. საქნალებიც არის, საქნალები და საქნალები. აქ ბავშვებიც არიან. აი აქ დიდი შენობაა, მრგვალი. რიკოთის გვირაბიც არის აქ. უღელტეხილია, აქ იკვეთება. სამცხე-ჯავახეთის ქედი ორ ნაწილად. და აქ ერთობიან ბავშვები, აი ესეთი მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა. ეს რა არის? ეს არის მივიდეთ, შევამოწმოთ, ახლოდან უნდა ვნახოთ. ეს არის წვიური გაქირავების აპარტამენტი, სადაც ფასი არ აწერია ხა ამას. მაგ რჩება ხალხი. მიყვარს სუბრიდი ამბროლაური და ასეთი. შესვლა შეგვიძლია. საშიშიაში. ცოტა არ იყოს დავიკარგეთ. აი მე პირადად დაკარგულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ჩემს უკან არის გზა. გზა, რომელიც არ ვიცი სად მიდის და ჩემს წინ არის გზა, რომელიც არ ვიცი სად მიდის. ეს გზა მიმიყვანს დაძრამდე. ამ წუთავს თქვი მეგობარო, რომ მე არ ვიცი ეს გზა სად მიმიყვანს. აი ქვევრებია. ღარიბის ქვევრია ეს. აქ რამდენიმე თუთიყურსაც ხედავთ, აი აქ დავაკვირდით. თუთიყურში ზის. აი იქაც ის ერთი თუთიყურში. თვითონ გარემო ისეთია. პიკანტური. გაეტევი? თავი დახარე, თავი. აი. აი მოდი ტელეფონს მოგაწვდი და გამოვალ მე. ხარე თავი. გამოვედი და. აა აქ იყო ჩამოსული და ეს ნახა ჟიულ ვერნმა, როდესაც პირველი საკუთარი თავისი აი ყვავი. ძალიან დავიღალეთ რა. და ჯობს მე მგონი შევწყვიტოთ მოგზაურობა და ამულამაზეს ფონით იმშვიდობა. მორჩავა. კუჩის ძირში.
კარგად რა. ჩაო ბაო.